რუსთავში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირომდინარე ხატისასლი უმილენია ჩამოაბრძანეს. ეს მირომდინარე ხატისასლია, რომელზეც წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება დღეს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მეუფე იოანემ სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. სასწაულმოქმედი ხატისასლი, რომელზეც წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა, რუსთავის ვახტანგ გორგასალის საკათედრო ტაძარში გუშინ ჩამოაბრძანეს. ხატის ჩამობრძანება სამღვდელოებამ მრევლთან ერთად შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საზეიმო ღვთისმსახურება დღეს მეუფე იოანემ ეპარქიის მამებთან ერთად აღავლინა. კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ უფალსადაც უნდა იქ მოქმედებს და სასწაულს ახდენს, რომ მისთვის არ არსებობს საზღვარი. არც ეთნიკური, არც პოლიტიკური, არც ადმინისტრაციული არანაირი. უფალი ყველგან არის უფლებს და ქრისტიანებს აქცესათ, რომ ეს სასწაულმოქმედება ცოცხალი ღმერთისა ერთმანეთს გაუზიარონ, ერთად გავიხაროთ. ეს ხატი მოაბრძანეს ცოტა ხნის წინ გაზაფხულზე იყო ჰავაის კუნძულებიდან მობრძანებული იბერიის ღვთისმშობლის ხატი მირომდინარე, ეს ამერიკის ერთ-ერთი შტატია. დღეს რუსეთიდან მობრძანდა ჩვენთან ცნობილი დიდი სავანე, მამა სერაფიმ საროველის მიერ აგებული, მისი კურთხევით და იქ ეს ხატი იმ ხატის ასლია, რომლის წინაშე მამა სერაფიმი ლოცულობდა და მირომდინარე გახდა ეს ხატი ისეთი მადლის მოქმედებით. ჩვენ მადლობთ უფალს, ეს ყველაფერი ნიშანი იმისა, რომ უფალი არ ივიწყებს ჩვენ ქვეყანას. ჩვენთან მრავალი სასწაულები ხდება, მაგრამ ჩვენ გვიხარია, როცა სხვა ქვეყნებში, სხვა ერებში ხდება და ჩვენი ერთობა ამით იკვრება და ჩვენ ერთად უფალს ვადიდებთ. მირომდინარე ხატს უკვე 16 წელია მირონისთვის. მისი სახელი განთქმულია მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. სასწაულმოქმედი ხატი იმ ქალაქიდან არის, სადაც წმინდა სერაფიმ საროველი დაიბადა. ხატს მოვლილი აქვს საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მართლმადიდებლური ქვეყნები. საქართველოში კი პირველადაა ჩამობრძანებული. ხატთან ერთად მამები ქვეყანაში 3 დეკემბერს ჩამოვიდნენ და თითქმის ყველა ეპარქიაში იმყოფებოდნენ. ჩვენ საქართველოში ბორჯომის მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ჩამოვედით. როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, ვფიქრობდით 10 დღის განმავლობაში გაჩერებას. თუმცა უკვე თვეზე მეტია საქართველოში ვიმყოფებით. უკვე მოვიარეთ სხვადასხვა ეპარქია და მრევლს საშუალება ჰქონდა სერაფიმ საროველის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მოელოცა. ერთი კვირის წინ ვსტუმრობდით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ვფიქრობთ, რომ საქართველოდან ერთი კვირის შემდეგ გავემგზავრებით. სასწაულმოქმედი ხატი რუსთავის შემდეგ მარნეულის ეპარქიაში დაბრძანდება. რუსთაველ მომლოცველებს კი ხატის მოლოცვა ხვალ დილამდე შეეძლებათ.